საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ხელფასების ზრდის მოლოდინი შემცირდა. მარეგულირებლის მონაცემებით იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10 ან 20%-ზე მეტად ელიან, იკლებს. ამასთან ეროვნული ბანკის პროგნოზით ერთწლიან პერიოდზე შემცირებულია ასევე ინფლაციური მოლოდინები. კვლევის თანახმად დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებს ივნისში გამოაქვეყნებს. მონაცემები მოიცავს მიწის ფართობებს, ვაზის ჯიშებს, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობასა და ასევე სხვა მიმართულებებს. საქსტატმა გასულ წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები უკვე წარადგინა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.914.000 ადამიანი შეადგინა. 2026 წლის ივნისის ბოლოს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის ეროვნების, განათლებისა და სხვა კრიტერიუმების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. საწვავად თხევადი აირის იგივე LPG-ის მოხმარება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც იზრდება. შესაბამისად მზარდია იმპორტიც. 2025 წელს ქვეყანამ 105,000-ზე მეტი ტონა თხევადი აირი შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თითქმის 20%-ით აღემატება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით LPG-ზე მზარდ მოთხოვნას როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად მისი ნაკლები გამონაბოლქვი და ნაკლები ღირებულება განაპირობებს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თუ გასულ წლებში საქართველოში 1 ლიტრი თხევადი აირი 90 თეთრი და ახლა ფასი ლარსა და 50 თეთრამდეა გაზრდილი. სოფლიო ბაზარზე მზის პანელები გაძვირდა. ფასი წელს უკვე 20%-ით არის მომატებული და მაჩვენებლის 30%-ამდე გაზრდაა მოსალოდნელი. როგორც ჰელიოს ჯორჯიაში ამბობენ, ეს გამოწვეული იყო რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის როგორიცაა ფერად ლითონებზე ფასების ზრდა, ჩინეთის მთავრობის მხრიდან სუბსიდიების მოხსნა და ექსპორტის გადასახადების კვლავ დაწესება, ასევე ჩინეთის მთავრობის მიერ დარგის მკაცრი რეგულირება. კომპანიაში ამბობენ, რომ პანელებზე ფასის ზრდა მზის ელექტროსადგურების პროექტების ღირებულებას 10-15%-ით გააძვირებს. თუმცა ჰელიოს ჯორჯიაში ფასების დასტაბილურება ელიან და ამბობენ, რომ მიუხედავად ამ ეტაპზე ფასების ზრდისა, მზის ენერგეტიკაში ინვესტირება მაინც მომგებიანი რჩება.